მოგესალმებით. დღევანდელ ბრიფინგზე მინდა შევაჯამო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა. საარჩევნო კამპანიის ვადის ნახევარი უკვე გავიდა. ქართულმა ოცნებამ ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა რეალისტური საარჩევნო პროგრამა და აქტიურად მუშაობს, რომ მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, საზოგადოებამდე მიიტანოს ის გეგმები და მიზნები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს თვითმმართველი ორგანოების მეშვეობით. COVID რეგულაციების დაცვით ხდება ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, თემატურ ჯგუფებთან, თითოეულ სოფლის და უბნის დონეზე ხდება პრობლემების აღრიცხვა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება. ამის პარალელურად ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა. მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის გაკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ. ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საერთო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად, იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი. ეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მარცხის მიუხედავად უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ქართულმა ოცნებამ. ოპოზიციური პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ თითქოს ადგილი ჰქონდა манипуляციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში. ამ პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო კომისიის პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ თითქოს კომისიის პროფესიული წევრები მიკერძოებულები იყვნენ. ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებული არჩევნებში გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება. დიდი ალბათობით ჩვენი მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის მოწმე გახდება, ვინაიდან ამ ძალების მხრიდან ერთადერთი პოლიტიკური ტაქტიკა პანიკის დათესვაზე, ადამიანური ტრაგედიებით манипуляციასა და ამით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის მცდელობაზე გადის. სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე ვხედავთ მათგან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობებს, რაც მაღალი ალბათობით არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კიდევ უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს. ვინაიდან მათი გზა არა საკუთარი პროგრამით ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება და მათგან დემოკრატიული ლეგიტიმაციის მიღება, არამედ ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნება. ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც უკვე წლებია ეს ძალები იყენებენ და ეს არის ის ტაქტიკა, რომელთაც ისინი წლიდან წლამდე მარცხდებიან. ოპოზიციის მიზნებისა და დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართვათ 7 საქმიან გარემოში, მოსახლეობას ვესაუბრებით კონკრეტულ საქმეებზე და პროექტებზე, არჩევნებს ჩავატარებთ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და არჩევნების მეორე დღესაც არავის მივცევთ ამორჩეულთა ნების წინააღმდეგ წასვლის შესაძლებლობას. ყველა პარტიას გულისხმობ, თუ არის გამორჩეული რომელიმე პარტია, რომლის დასახელება შეგიძლიათ და თვითონ ხედავთ მათგან ძიმე პროვოკაციების მცდელობას, უფრო მეტი კონკრეტიკა რომ რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას და მის გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს, თუმცა გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ საბოლოო ჯამში დაჯგუფება სწორედ ნაციონალურ მოძრაობის გარშემო ხდება ხოლმე. და ჩვენ ხედავთ სხვადასხვა პროვოკაციულ მცდელობებს, იქნება ეს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით თუ სხვა და გვაქვს მათ შორის სხვა სახის ინფორმაცია, რომ იგეგმება, რომ რაც შეიძლება უფრო მძიმე სახე მიიღოს ამ პროვოკაციებმა, სწორედ იმიტომ, რომ მათი ერთადერთი გზა არის ის, რომ სწორედ ასეთი პროვოკაციებით გამოიწვიონ მღელვარება, დათესონ პანიკა, გარკვეული ისტერია და ამის საფუძველზე არეულობა. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. ხო, ჩვენ ამას ვხედავთ ვხედავდით სხვა შორის პარლამენტის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვხედავდით მუდმივად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო პროვოკაცია პროვოკაციაზე, მცდელობა
ის, რომ რაიმენაირად გამოეწვიათ იგივე ჩვენი აქტივისტები სხვადასხვა პროვოკაციებით, რომ შემდეგ ამით ესპეკულირებდნენ. მიმართავ ევროკავშირს შეწყვიტოს საქართველოს ფინანსური დახმარება, რას ცდილობს ექს-პრეზიდენტი, როგორია თქვენი შეფასება? რა თქმა უნდა, ეს ზოგადად აჩვენებს რა არის ნაციონალური მოძრაობის ნირი და სახე. ეს არის ის, რომ რაიმენაირად ავნონ, ან ისე რაიმენაირად მოიპოვონ ძალაუფლება და ამ გზაზე არ ერიდებიან იმასაც, რომ ავნონ ან შეეცადონ ავნონ საკუთარ ქვეყანას. ასე რომ, ასეთი განცხადებები ჩვენთვის პირველი არ არის და ამ კუთხით რაიმე გასაკვირი ამაში არ არის. გუშინ ისაუბრა ირაკლი ყობახიძემ ამ დაფინანსებაზე და ამბობს ასე გადაწყვეტს, რომ ევროკავშირისგან დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს რადგან ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში ისედაც არის დიდი. ეს რას ნიშნავს თქვენ უფრო მეტად რომ გამიმართოთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უკვე ვეგუებით რომ ევროკავშირისგან აღარ მეგობრებთ